გამარჯობა, ესეთი იდეა გამიჩნდა ახლა უცებ და ძალიან გთხოვთ რომ თვითონ თქვენგანმა დააფიქსირეთ თქვენი აზრი ამ იდეასთან დაკავშირებით. მოკლედ, ახლა ვფიქრობდი რომ ამ ალბათ ამ ხალხს გონიათ ხო რომ როდესაც აი გაშულებული ადამიანი პოულობს ოჯახს, თუ კარგად დამთავრდა ეს ამბავი, მაშინ რაღაცა happy end-ით დამთავრდა ყოფილი და მორჩა, ან პირიქით ცუდად დამთავრდა და მორჩა. და რაღაცნაირი ის აქვს დამოკიდებულება ჩემი აზრით, რომ აი იპოვეს და მორჩა რა. ხო და ვფიქრობ რომ სექტემბრიდან გავაკეთო ესეთი სახის პოდკასტი. ეს რაღაც ჩემი იდეაა და ვინმე თუ მიითვისებს, იცოდეთ რომ ჩემგან არის მითვისებული. იდეა არის ესეთი, რომ პოდკასტში მოვიწვიო ფსიქოლოგი და გაშულებული ადამიანი. ანუ ფსიქოლოგი თავისებურად ჩააშლევინებს და გააშლევინებს გაშულებულ ბავშვებს თავის განცდებს და ფსიქოლოგის კითხვებიდან გამომდინარე არაგაშულებული ადამიანები უფრო მარტივად მიხვდებიან რას გრძნობა გაშულებულები. ეს იქნება ერთი თემატიკის. მეორეს ვფიქრობ, რომ იყოს უკვე ის ბავშვები, ეთერში იყვნენ ის ბავშვები, რომლებმაც იპოვეს მშობლები და ეხლა რას განიცდიან, ანუ აი რას ნიშნავს პოვნა. კიდევ გადაცემა იქნება, სადაც უკვე მშობლები მოვლენ, ბიოლოგიური მშობლები და მოყვებიან თუ რატო ვერ მოახერხეს ბრძოლა შვილების დასაცავად, რატომ იყო მაშინ ესეთი მდგომარეობა, რას გრძნობდნენ მაშინ და ეხლა რას გრძნობენ, როდესაც იციან რომ მათი სისხლი და ხორცი სადღაც არის და ვერ პოულობენ. ამის გარდა ვფიქრობ, რომ დიდების ემოციებიც საინტერესოა, როდესაც პოულობენ უკვე შვილს. აი გაზრდილი შვილი რომ მოდის შენთან, მაგ დროს რას ვფიქრობ, რას განიცდი, ანუ მაინც მგონია რომ ეს ფსიქოლოგის დამატება და რაღაცნაირი სეანსის მოწოდება თქვენთვის იქნება ძალიან საინტერესო. სანდრო მომაწოდა აგრეთვე იდეა, რომ ფსიქოლოგთან ერთად ხანდახან გადაცემაში იურისტიც თუ იქნება ძალიან კარგი, იმიტომ რომ ის იურიდიულად ახსნის რა შეიძლება, რა არ შეიძლება, იმიტომ რომ ბევრი ადამიანია, ვინც არ იცის და ვერ ხვდება რაღაც სხვადასხვა რაღაცას, აი მაგალითად რას. ჯგუფში თქვათ იწერება სახელი და გვარი ვეძებთ ამუნა მუსერიძეს, რომელმაც გააჩინა ბავშვი და დატოვა სამშობიაროში. რამდენჯერმე მქონდა შემთხვევა ვიღაცებმა რაღაცის შენიშვნები მოგცეს და გითხრეს, რომ პირადი ინფორმაციის გასაჯაროება, მაგრამ იქ იურისტებმა დაწერეს, რომ ეს არ არის პირადი ინფორმაციის გასაჯაროება, იმიტომ რომ ადამიანის სახელის და გვარის დასახელებით არ ხდება მისი იდენტიფიცირება და ძალიან ბევრჯერ ახსნეს. თუმცა არსებობს კატეგორია რომ ხალხისა, რომლებიც არ იციან ესენი. და ვფიქრობ, რომ აი იურისტის ჩართულობაც იქნება ძალიან საინტერესო. ჩემი აზრით პირველი რესპონდენტი ვიქნები მე, რომელიც ფსიქოლოგთან ერთად მოყვება მანამდე განცდებს და უკვე მერე განცდებს პოვნის მერე, რომ ანუ ამ თემაზე ფსიქოლოგთან არ მისაუბრია ესე. და მე მგონია რომ თქვენთან ერთად ამაზე რომ ვისაუბრებ ფსიქოლოგის თანასწორებით იქნება ძალიან საინტერესო. და თქვენ რას ფიქრობთ? კარგი იდეაა?